ეს გახდათ კომუნიკატორის ჟურნალისტის გიორგი კაკაბაძის მიერ მომზადებული სიუჟეტი აბასთუმის ობსერვატორიაზე და ჩვენი სტუმარია, როგორც გითხარით, ქალბატონი მაია თოდუა, ამ ობსერვატორიის დაწესებულების დირექტორი. დიდი მადლობა. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. ისტორია ყველამ ვიცით, აბასთუმის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა და ერთ-ერთი პირველი, თუ არა ერთადერთი სამთო ასტროფიზიკური ცენტრი იყო. ხო, კვლევითი ცენტრი იყო. პირველი სამთო ობსერვატორია. საბჭოთა კავშირში. მაინტერესებს დღევანდელ კონტექსტში, თანამედროვე მეცნიერულ კონტექსტში შეიცვალა თუ არა თავისი ღირებულება, დღეს რა მნიშვნელობა ენიჭება მას და თქვა თუ ინტერესდება საერთაშორისო საზოგადოება თქვენი ცენტრით, რომ თავის უნიკალურობას რო გაუსვას ხაზი, აი ამ მხრივ გამდგომარეობა. მნიშვნელობის მხრივ არ შეცვლილა პირიქით. საერთოდ რაც უფრო მეტად ვითარდება ასტრონომია, მით მეტი ობსერვატორიები საჭირო, მით მეტი ინსტრუმენტებია და მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსიდანაც ხდება დაკვირვებები და დიდი ტელესკოპები არის შენდება, მიუხედავად ამისა, მცირე ზომის ტელესკოპები მაინც კარგავს თავიანთ მნიშვნელობას და თუ არ შეწუხდებით. ასე რომ ეს მნიშვნელობას არანაირად არ კარგავს, თავისი ადგილის უნიკალურობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ეს საერთაშორისო ურთიერთობები, ძალიან ბევრი საერთაშორისო პროექტების და ქსელების ამ ინფორმაციის გაცვლა მიდის აქტიურად, ანუ ასე ვთქვათ, მოკვეთილები და რაღაც იზოლირებულები არ ვართ არანაირად. იზოლირებულად საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ამ სფეროში მით უმეტეს. ამ სფეროში მით უმეტეს და ეს გრძელდება შეძლების დაგვარად, 90-იან წლებში უმძიმესი პრობლემები, ხო? საშინელი. ტექნიკურად, ფინანსურად თუ ზოგადად მეცნიერების როგორც ქვეყანაში, ისე პირველჯერ ეგრევე ინფრასტრუქტურა მეცნიერებაზე. კი, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს ინფრასტრუქტურის მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ რა წლები დიდი ხანია ამ თემაზე მიდის საუბარი, დაიწყო თუ არა რეაბილიტაცია და დღეს რა მდგომარეობაში თქვა. რაღაც ნაწილში დაიწყო რეაბილიტაცია, მაგალითად მიმღები ხელსაწყოები, თანამედროვე მიმღები ხელსაწყოები იქნა შეძენილი, რამდენიმე ეგრეთ წოდებული CCD კამერები, მუხტკავშირიანი კამერები, რომლის საშუალებითაც ხდება გამოსახულებების მიღება ტელესკოპებით. რაც შეეხება თვითონ ტელესკოპებს, აქ გარკვეული პრობლემები არის ჯერ კიდევ. განსაკუთრებით აი ყველაზე დიდი ტელესკოპი 125 სანტიმეტრიანი მენისკური რეფლექტორი. რომელიც დღემდე დაზიანებულია. დიახ, იქ მთლიანად არის გამოსაცვლელი ელექტრონული სისტემა. ეს არის ძველი ელექტრონული სისტემა, რომელიც საჭიროებს მოდერნიზაციას. აბსოლუტურად თანხებზე არის ლაპარაკი სახელმწიფო თუ იღებს აქტიურ მონაწილეობას. რამდენიმე წლის წინ ყავდნენ სპეციალისტები ჩეხეთიდან მოწვეული ჯგუფი, რომლებსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ თვითონ ჩეხეთში და სხვა ობსერვატორიებში ასეთი სამუშაოების ჩატარების. მათ მთლიანად მოიკულიეს ჩვენ ტელესკოპი შეამოწმეს და შემოგთავაზეს თავიანთი პროექტი, ღირებულება იყო 230,000 евро. და არის ამ რეაბილიტაციისთვის. რეაბილიტაცია მხოლოდ ელექტრონული ნაწილის, მაგრამ ეს არის და რას ნიშნავს, იცით, ეს იქნება ტელესკოპი იქნება თითქმის რობოტიზირებული თანამედროვე გაგებით, მისი მართვა შესაძლებელი იქნება დისტანციურად. ანუ იქ არ არის აუცილებელი, როგორც ადრე იყო ხოლმე, დამკვირვებელი უშუალოდ ტელესკოპთან იმყოფებოდა მთელი ღამის განმავლობაში რეაციის ქვეშ და ასე შემდეგ. და დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ მართოთ ტელესკოპები, მათ შორის დიდი ტელესკოპებიც დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. თქვენ შეიძლება სხვა ქვეყანაში იჯდეთ. ეს თანხა მოზიდულია უკვე ნაპოვნია თუ არა, ეს თანხა ჯერჯერობით არ არის მოზიდული. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მაგალითად ზუსტად ასეთი ზომის სრულიად ახალი ტელესკოპის შეძენა
დაჯდებოდა მინიმუმ 10 ჯერ მეტი. როგორც მინიმუმ, სინამდვილე უფრო მეტიც თუ კიდევ სხვა ხარჯებსაც ჩავთვლით. ასე რომ, ჩვენ ვცდილობთ და არის რაღაც ალტერნატივები, რაღაც ვარიანტები და მე ძალიან დიდი დაქვემდებარების მხრივ არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. თვით შემოსავალი აბსოლუტურად არ აქვს. ხო თქვათ, იქ შეიძლება ექსკურსიები იყოს, მაგრამ რაღაც უმნიშვნელო თანხაზე იქნება ლაპარაკი. არა, ექსკურსიები ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ჩვენი. მაგრამ შემოსავალი საფასური არ არის მაღალი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კონტინგენტი ძირითადად არიან მოსწავლეები, ტურისტები რამდენად აქტიურია? ტურისტებიც არიან ძალიან ბევრი, ძირითადად მაინც სკოლის მოსწავლეები მოდიან ხოლმე და ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უამრავი სტუმარი გვყავს. უკაცრად გაწყვეტინება გამომივიდა. ესეთი შეკითხვა გამიჩნდა უბრალოდ, აი უნივერსიტეტი არის ჩართული, მოსწავლეები არიან ჩართული. ჩვენ ხშირად გვაქვს, რომ გადაცემაში გვყავს სტუმარი, აი მუზეუმის წარმომადგენელი, სხვა ესეთი მნიშვნელოვანი ობიექტის წარმომადგენელი და ხშირად არის გაწყვეტილი კავშირი აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ობიექტს შორის და საზოგადოებას შორის, სკოლებსა და აი ესეთ მაგალითად სამეცნიერო მნიშვნელოვანი ობიექტი არის. თუ გაქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მაგალითად ინტერნეტში თუ აქტიურობს ეს ობსერვატორია, რაღაცნაირად როგორ იზიდავთ ადამიანებს იმისთვის, რომ დააინტერესოთ თქვენი დაწესებულებით? უნდა ითქვას, რომ ჩვენ დაწესებულებას იცნობენ ჩვენს ქვეყანაში. ესა თავისთავად, რა თქმა უნდა. და ძალიან ისეთ მიმზიდველი ობიექტია და ზაფხულში ვეღარავდივარ. არ უჩივით მოკლედ ნაკლებობას დაინტერესებული ადამიანებს. ამ ხრივ ჩვენ კარგად გვიცნობენ და იციან. ცა როდის არის უფრო საინტერესო სეზონი, როდის ჩამოვიდეთ? მას ხოთშორ ზაფხულში არის ყველაზე კარგი. ზაფხულში და შემოდგომაში. შემოდგომაზე აგვისტო-სექტემბერი არის ყველაზე კარგი პირობები დასაკვირველი. ყველაზე მეტი მოწმენდილი ამინდი ამ დროს არის. მე მინდა გკითხოთ ბოლო წლების აღმოჩენებზე, რა მნიშვნელოვანი აღმოჩენები იქნება გაკეთებული თქვენთან? აი ბოლო ხნის მანძილზე. ბოლო წლების აღმოჩენებზე საერთოდ სხვათა შორის აი სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი მკვლევრები და უნივერსიტეტის პროფესორები და დოქტორანტი მათ მიერ გამოქვეყნებულმა ნაშრომმა მოიპოვა ამერიკის საერთაშორისო ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ძალიან დიდი შეფასება და მათ თავიანთ ვებგვერდზე განათავსეს ეს ნაშრომი. გრანტი არ მოყოლია? გრანტი არ მოყოლია ჯერჯერობით, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სტატიის პირველი ავტორი არის დოქტორანტი ილიას უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერი ირაკლი მღებრიშვილი და სხვა ჩვენი მკვლევრები, წამყვანი მკვლევრები, თეიმურა ზაქარაშვილი, ვასილ კუხიანიძე, გიორგი რამიშვილი და ბიძინა შერგელაშვილი არიან თანაავტორები და ეს სტატია გამოქვეყნდა ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების ვებგვერდზე, როგორც გასაგები რომ ორი სიტყვით მოვყვეთ ამ კვლევის შესახებ, ან მე ახლა გამიჭირდება ასე ვუწევ ძალიან ტექნიკური. თქვენ ვებგვერდზე ეს არის მზეზე, ეს კვლევა ეხება მზეს. მზეზე ხდება სხვადასხვა ისეთი აქტიური მოვლენები, ამოფრქვევები და ასე შემდეგ, მათ შორის ტორნადოები, ეგრეთ წოდებული, ეს ქარბორბალა მზის და აი ამ მოვლენის კვლევას ეხება აი ეს ნაშრომი. მე აკითხული მაქვს, არ ვიცი, შეიძლება არა პროფესიონალი ბუნებრივია და შეიძლება ხას ისურველი თქვა, მაგრამ თქვენ შევისწორეთ. მახსოვს, რომ იყო ესეთი საუბარი, რომ თქვენი ობსერვატორიის მეშვეობით იკვლევდნენ მიწისძვრების წინსწრებ ნიშანს, ანუ ატმოსფეროში ჟანგბადის მწვანე ხაზის ნათება იზრდებოდა ძალიან კარგად გწოდნიათ სპორტში. არ ვიცი ვინ იყო, ესე ვიცი. დღეს, ანუ რეალობა თუ შეესაბამება და დღეს რა ვითარებაა. იცით რა არის? დიახ, ჩვენს ობსერვატორიაში ერთ-ერთი პირველი იყო ლუიზა ფიშკოვა იყო ეს მეცნიერი, გარდაიცვალა ეს დიდი ხნის წინ და საერთოდ საბჭოთა კავშირში წამყვანი მეცნიერი იყო ამ დარგში და ის იკვლევდა ამ მოვლენას ცისნათებას, ღამის ცისნათებას დედამიწის
და შეამჩნია ესეთი რამ, რომ რაც მიწისძვრის წინ ხდებოდა ღამისცის ნათების შეშფოთება. და ეს გამოწვეულია სავარაუდოდ იმით, რომ როდესაც ხდება მზადება, ასე ვთქვათ, ამ მიწისძვრისთვის რაღაც მოძრაობა დედამიწის ქერქში, ეს იწვევს შემდეგ ტალღურ მოვლენებს, უკვე ვრცელდება ტალღასავით და სანამ რეალური მიწისძვრა მოხდება, მანამდე ეს უკვე ჩანს ნათების სახით. ეს წინსწრები მოვლენა ნამდვილად იყო დაფიქსირებული, თუმცა ამას სჭირდება შემდგომი კვლევა. აქ პრობლემა იმაში არის, რომ კი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ვივარაუდოთ, დაახლოებით ვთქვათ, ეს როდის მოხდება, მაგრამ ვერ ვიტყვით სად ადგილმდებარეობის მიხედვით. მაგრამ ეს საჭიროებს უფრო სერიოზულ კვლევებს. რაც მარტო ჩვენი ძალებით არ არის, სხვების ჩართულობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კვლევებში. მე წარმატებებს გისურვებ და პირველ რიგში გისურვებთ ის, რომ ის პრობლემები, რომელიც ახლავს და აუცილებელია ამ სფეროს და თქვენი ობსერვატორიის განსავითარებლად მალე მოგვარებული იყოს და აინტერესდეს, რა ვიცი, ვისაც ხელით წიფება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ქვეყნის. უნდა ითქვას, რომ დავამატებ დაფინანსების თვალსაზრისით დაფინანსება მოიმატა ობსერვატორიის იმასთან შედარებით რაც იყო. ახლა მთავარი არის რომ ჩვენ მივხედოთ აი ამ ტექნიკურ მხარეს და ამ ხრივ მე დარწმუნებული ვარ რომ გვექნება პროგრესი. დაინტერესება გექნება. ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ინდექსი ასე ვთქვათ მეცნიერების განვითარება ისე როგორც სხვა დანარჩენი და ასე რომ გისურვებთ წარმატებებს დიდი მადლობა. მომზადებისათვის ჩვენ აუცილებლად დავრჩებით ობსერვატორიაში ამ თემაში და თუ რამე სიახლე იქნება აუცილებლად შემოგთავაზებთ და შეგიძლიათ მათ ვებგვერდს ეწვიოთ ძალიან საინტერესო ვებგვერდი აქვს დღეს ვათვალიერებდი და ძალიან ბევრი შრომა გამოქვეყნეთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი მაია თადოა, რომელიც გახლავთ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი.